სისხლის შედედება 62%. დაბალია ძალიან, ანუ ეს სისხლდენების საშიშროებას იწვევს. ესეც მდგომარეობა ის რაღაცის გამოა გამოწვეული. ყველა ვარიანტი, როდესაც არის ცვლილებები რაღაც ლაბორატორიულ კვლევაში, უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ზოგადად ეს ანალიზი იყო, აი შემთხვევები ვიღაცები გამომიგზავნიან ანალიზების შემიხედე. ანალიზები და გამოკვლევები ეს არის ინფორმაციის რაღაცა მცირეოდენი პროცენტი, 10, 15, 20. ხშირ შემთხვევაში იშვიათად რომ ერთი ანალიზი პირდაპირ 100% დასვა დიაგნოზი. არის ეგეთ შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო იშვიათად. ეს არის დამხმარე საშუალება. ყველა ვარიანტში პირველ რიგში საჭირო არის პაციენტთან საუბარი. რომ პაციენტი მოყვება ისეთ რაღაცებს, შედი როდის დაიწყო, როგორ დაიწყო, რას უკავშირებს, ძალიან ხშირია რაღაცასთან კავშირი. ხო, თქვა ინტოქსიკა რაღაცის მოიწამლა და იმის ვერ დაიწყო პრობლემა, იმიტომ რომ მოწამვლის დროს პირველი რა ზიადება ღვიძლი, ხო, ზეწოლას ღვიძლია და დეტოქსიკანტი ღვიძლია ის აკეთის ანეიტრალებს უმეტეს ტოქსინებს. ამიტომ საუბარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანებით, რომ ვიდრე თვითონ კვლევა და ეხლა რო ვიღა გამომიგზავნის და შემიხედე რომ შეხედება ხო, ნუ და რა დავლიო მე. ხო, ნუ აი იგივე თქვა სპეციალობა, ჩემი სპეციალობა არის პულმონოლოგია, ფილტვის ქირურგია, ნუ გულმკერდის ქირურგი ვარ, ფილტვების და შუა საყრის და შეიძლება რომ თქვა სურათი მანახო ფილტვების, ხო, რენტგენოგრამა. შევხედო და დავინახო რა წარმონაქმნი, მაგრამ ეს წარმონაქმნის დიფერენციაცია ხო უნდა. ის ანთება, სიმსივნეა, ექინოკოკია, რა არის ხო, იგივე თქვა არის დაავადებები, რომელსაც სპეციფიური სურათი აქვს, ხო? არის ესეთი ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც სურათი ესეთი პეპელისებური სურათი აქვს. კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან 99%-ში გვაძლევს დიაგნოზს, ხო? ხო, მაგრამ არის რაღაცები, რომელსაც ჭირდება უკვე დამატებითი გამოკვლევები. ხო, და ნუ ეს ხა შემიხედე და რაღაცა ეს ზედაპირული პასუხი მათთვისაც ხო არ არის? რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ კიდევ ერთხელ ხო რომ როდესაც ესეთი სიტუაცია პირველი რაც შემიძლია შემოგთავაზოთ ეს არის კონსულტაცია. რომელსაც კიდევ ერთხელ გეუბნებთ რომ ყოველთვის მარტივი არ არის რაღაც მდგომარეობის განსაზღვრა და იმასთან დაკავშირებული რაღაცა რჩევების მიცემა. არის მდგომარეობები რომელსაც ჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო, მეტი კონსულტაცია, მეტი გამოკვლევა. ასე რომ ამ ფორმით